გაგოსულ გაგახაროთ გაგაზლიაროთ. გავძლიერდეთ სიყვარულში ღვთისადმი. გავძლიერდეთ ერთმანეთსადმი სიყვარულშიც. სხვა რა გამოჩნდა. და ეს სიყვარული რომელიც ჩვენ უნდა გქონდეს, ამას გვიქადაგებს ქრისტე დღეს დღევანდელ სახარებაში. ეს არის მთავარი. რომ მიყვარებოდეთ ურთიერთას, ქრისტე ამბობს ამას. მიყვარებოდეთ ურთიერთას. აი დღევანდელი სახარება რომ მაინც დავაზუსტებ კი წავიკითხეთ, მაგრამ მაინც გამეორება ცოდნის დედაო, როგორც ითქვია. ასე რომ სიყვარულის მცნება ეს არის მთავარი მცნება ქრისტეს. და მინდა ამაში გავძლიერდეთ. როგორც ყოველთვის ჩვენი შეხვედრა ამ სიყვარულის გამო ხდება ზუსტად. ამ სიყვარულის გამო ხდება. ეს სიყვარული არის ის ძალა, ის სულიერი რესურსი, ის სულიერი ასე ვთქვათ იმუნიტეტი, რომელიც ამ ძიმე ცხოვრებაში ჩვენ გვაძლიერებს. ეს სიყვარული არის ის, რომლითაც უფალს უყვარვართ ჩვენ. და ზუსტად ამაზე ამბობს უფალი, რომ იყვარებოდეთ ურთიერთას. და ამ სიყვარულზე არის ლაპარაკი. ამას გეტყოდეთ თქვენო. ვინც არის სიყვარულშიო, ვინცაცა როგორც ამით იდიდოს მამაი ჩემი, რათა ნაყოფი მრავალი გამოიღო და იყვნენ თქვენ მოწაფე. ვისაც აქვს სიყვარულის მრავალ ნაყოფს გამოიღებს. მრავალი ნაყოფის გამოგება უსიყვარულოდ არ გამოიღება. სიყვარული ესა მეტაფიზიკური, ზეციური, ღვთაებრივი სიყვარული. ეს სიყვარული არის, რომ გასაგებია ადამიანური სიყვარული, ასევე სხვადასხვა რანგის, სხვადასხვა გამოვლენების სიყვარულიც, მაგრამ ღვთაებრივი სიყვარული არის სადაც ისეთი, რომელიც ამას სოფლიდან არ გვამაღლებს ჩვენ. და ავყავართ ამას სოფლიდან, ასე ვთქვათ. ეს სიყვარულიც არის ის, რომელიც ადამიანს აძლევს ძალას ამ ოსაბჭოთა სივრცის ძიმე ცხოვრებაში გაიტანოს თავი. როცა ამდენი ნეგატივია, ამდენი სიძულვილია, ამდენი უარყოფითია, ამდენი ზიზღი, ამდენი კონფლიქტი, შური, სიძულვილი, ყველაფერი, რასაც ვხედავთ ხოლმე ჩვენ. ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანებზე და ეს ყველაფერი არ შეიძლება რომ ადამიანმა უსიყვარულოდ გადაიტანოს. თუ სიყვარული არ აქვს, ეს ყველაფერი გაანადგურებს ადამიანს. იმ ნეგატივში, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ამაში ვცხოვრობთ, ამ ნეგატივში ვცხოვრობთ ფაქტიურად. ფაქტიურად აპოკალიფტური დრო არის თუ ესქატოლოგიური რაღაცა საათი ჩართულია და დაჩქარებულია თუ არ ვიცი, ჟამი და დროები ჩვენ ცნობია, მაგრამ ფაქტია რომ ადამიანი რაღაცნაირად განსაკუთრებული ბრძოლის რეჟიმშია, განსაკუთრებული ვთქვათ პრესის, განსაკუთრებული წნეხის რეჟიმშია. ამიტომ როგორ მოვიშოროთ ეს საშინელი წნეხი, როგორ მოვიშოროთ ეს დეპრესია, ეს სულიერი შიში, ეს შფოთი, ეს ეჭვი, სიძულვილი, ეს უძლურება, გაორება, როგორ მოვიშოროთ ეს ასე ვთქვათ მომავლისადმი უნდობლობა, სიმართლე და სიყვარული, არაერთგულება, რომელიც ჩვენ ესე იგი აი ამ გარემოში ვერავის ვერ ენდობის ვერ იტყვი, მაგრამ თუ არ ენდობი ვერ იცხოვრებ მაშინ. მაშინ თუ ვერავის ვერ ენდობი და არ იცი ვინ გიღალატებს და ვინ ერთგული იქნება, მაშინ საერთოდ ნუ გამოხვალ სახლიდან ჩაიგედე და არავისთან ურთიერთობა არ გექნება და თავით თვისით გადაირევი მაშინ. თავით თვისით შენს თავში შიგნით შებრუნებული ინტროვერტული გადარევა, ინტროვერტული ფსიქოზი დაგემართება, ან რაღაცა ფსიქიატრიული რაღაცა სხვა კომპლექსები არის, ხო? რატომ უნდა იყოს ეს? არა, ეს გადალახვადია და ერთადერთი გადალახვადია ჩვენ უფლისა იესო ქრისტეს მეშვეობით, ქრისტესადმი ბედრებით გადალახვადია. არის წინასწარ გულთმისანი ხო არ ხარ რა რაღაცა
სუპერნატელ ხილველი, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდე, ვინ როგორ მოიქცა, ვინ ასწავს, ვინ იქნება მოღალატე, ვინ იქნება ერთგული, ვინ იქნება დამჯერე, ვინ იქნება ჯიუტი, ვინ იქნება ასეთი, ვინ იქნება ესეთი. ამას როგორ გაიგებ? მაშინ ადამიანი კი არა, რაღაცა ზეკაცი ყოფილხარ, ზე ადამიანი ყოფილხარ, ხო? სხვა ნიჩიანური გაგებით არა და კიდევ სხვა გაგებით არა. მაშინ ყოფილხარ რაღაცა საოცრება. ესეთი რომ არ ხარ, ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთე ის რომ მიენდო აბსოლუტურად ტოტალურად მიენდო ღმერთს. შენ შენი სიკეთე აკეთე, შენ ღვთისმცნებებით იცხოვრე, მიყევი ღვთისმცნებებს. გადასახე ჯვარი ყველას, შეუნდე აპატიე. იმიტომ რომ იცოდე, პირველად ის მოიძულა. თქვენო ზულთო ამ სოფელს, იმიტომ რომ ჯერ მე მომიძულაო, ჩვენ იმაზე მეტი ვართ, არ არისო მეტიო, მასწავლებელზე მეტი მოწაფეო. ჯერ მე მომიძულაო და თუ უფალი მოიძულეს, ქრისტე მოიძულეს, წარმოიდგინეთ, ჩვენ რაღაც გვიზობს ეს სოფელი. მე აგიღეთ ამას სოფლისა, ამას სოფლიდან, აგიღეთ ამას სოფლიდან. იმიტომ რომ მე გამოგირჩიეთ თქვენო და იმიტომ რომ სოფლიდან აღებული რო ხართ, სოფელი ამას ვერ იტანს, რომ მისგან დისტანცირებული და მასზე მაღლა მდგომი ვიღაცა უცხო სხეულს ესე აღიქვამს და ზურს უცხო ამისთვის, არ არის მისთვის მონათესავე. და სხვათა შორის ამას სოფლის ხალხს, მამონას ხალხს, ძალაუფლებისა და ფულისა და ასე შემდეგ სამი წერტილი ხალხს, ამის არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში იქნება ეს საოცარი უნარჩვევა ინტუიციის რაღაცა ინსტინქტური ხერხემლის ტვინის დონეზე შეგრძნება ჩემია თუ სხვისია, უცხოა თუ ჩემი, ამის ინსტინქტი აქვს, ამას ვერ ჩამოართვა, ამის ნიჭი აქვს. ეგრევე რენტგენის სხივებით თავიანთი მამონას რენტგენის სხივებით დაგაფიქსირებენ და მიხვდებიან, მისი ხარ თუ არა. უცხო ხარ თუ სანდო თვისი იმის სომით მოზელილი ხარ. როგორც კი აგიქვამე, როგორც უცხო სხეულს, როგორც უცხო ორგანიზმს, როგორც რაღაცა შფოთისა, როგორც მასთვის დესტრუქციის და მათი კომფორტის საწინააღმდეგო ვერსიას მომენტალურად როგორც უცხო სხეულს მარგინალიზაციას და დისტანცირებას გაიკეთებენ და გამოგშხამავენ, როგორც თავიანთვის ჩირკს, მაგრამ სინამდვილეში ამას სოფლიდან აღებულ ქრისტეს მიერ სხეულს და ქრისტეს ადამიანს სინამდვილეში თავიანთი ანტისხეულის, ანტიქრისტიანული სულიერებით დისტანცირებენ და მარგინალიზაციას გაიკეთებენ, დისტანცირებას, გაუცხოებას, რომ ემან და არ მიეკარო მათ. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში კარგია თუ უბრალოდ ესე იქნება, თუ თლად სხვა შედეგები შეიძლება არ მოხდეს. უკვე კარგია თუ მხოლოდ დისტანციურად იქნები და ილოცებ იმისათვის, რომ შეხება არ ქონდეს მათთან. და იყო შენთვის შენი საქმე აკეთო და მშვიდად იყო და დისტანციურად იყო და მადლობდა ღმერთს და გულგრილი, კეთილგანწყობილი ღიმილით. ხას უსვამ გულგრილ კეთილგანწყობილი, თუმცა კი ეს არ არის თლად ამ შემთხვევაში სწორი სტრატეგია, მაგრამ მაინც კეთილგანწყობილი და ატარაქსიული ღიმილით მათ ჯვარს გადასახავ და იქნები მათთვის როგორც ის უცხო სხეული, რომელიც მათ ჩათვალეს და მათთვის ნებართვას მიცემ, რომ მათ მშვიდობით თავიანთი თავი და თავიანთი გზა მშვიდობით განვლონ და დაამთავრონ, როგორც ამთავრებენ ხოლმე ესეთი ხალხი. ამიტომ იცოდეთ, რომ როგორც იაკობ მოციქული ამბობს, საყვარელო შვილებო, ძმებო აქ შემთხვევაში, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს სმენაში სწრაფი, ლაპარაკში დინჯი და რისხვაში გვიანი, რადგან გულისხმობა კაცს არ ქმნის ღვთის სამართლიანობას. ამიტომ მოიშოროთ ყოველგვარი სიბინძურე და ბოროტების ნათამანი და თვინიერად მიიღეთ თქვენში ჩანარგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია, ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა უნდა მივიღოთ თვინიერად და მივხვდეთ მას, რამეთუ მას შეუძლია ჩვენი ხსნა. თუ რომელიმე თქვენგანს გონია, რომ ღვთისმოსავია, ენა კი ვერ აულაგმავს, თავის გულს ასრულებს, ბუჭია მისი ღვთისმოსაობა, წმინდა და შეუბრალო ღვთისმოსაობა, ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივობლებს, მათ გასაჭირში და შეუკლებლად გოცვა დაიცვა თავის სოფლისა. ვინ დაიცავს თავს დღეს მით უმეტეს ამ მძიმე
დროში ანტიფასეულობების გარემოცვაში და რომელშიც ჩვენ მიმყოფებით შეურყმნელად ამას სოფლისაგან. ერთადერთი ის, ვინც ქრისტეზე არის, ქრისტეს კალთას არის ჩაჭიდებული და მას მიყვება. ვინ არის უცოდველი, ვინ არის უვნებელი, ვინ არის დაუცემელი, ვინ არის შეუცდომელი, ვინ არის ესეთი ადამიანი, არავინ არის ის. არა არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სოდოს, ხო? იცი. ამიტომ ერთადერთი ჩვენი გარანტი, შეიძლება ესე თქვა, ერთადერთი ჩვენი საფუძველი, ფუნდამენტი იმისა, რომ ჩვენ გადარჩენის იმედი გქონდეს, სასოება იმედი გქონდეს, ეს არის ჩვენი სარწმუნოება. ქრისტეს მიერ სარწმუნოება, ვისაც წამს, მან იცის როდის როგორ მოიქცეს. სარწმუნოება ბადებს სასოებას, მეტაფიზიკურ იმედს, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება საოცარ სათნოებად. სარწმუნოება და სასოება გარდაიქმნება საოცარ სათნოებად, რომელსაც სიყვარული ჰქვია. მესამე საღვთისმეტყველო სათნოება, რომელსაც შეგვაგონებს სახარება და გვეუბნება. იყვარებოდეთ ურთიერთას. როგორც პავლე მოციქული წეს, ჩემთვის მონიჭებული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს. თქვენს თავზე იმაზე მეტად მოიფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად იმ რწმენის ყვალობაზე, რაც ღმერთმა გიცილა და თითოეულს. რადგან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე. სიყვარული წფელი იყოს, ამბობს პავლე მოციქული. გძაგდეთ ბოროტი და მოეკვრედეთ კეთილს. ძმათ მოყვარეობაში ერთმანეთსადმი გულთბილი სიყვარულით, პატივცემა ერთმანეთს დაასწარით, ზოგს გამარჯვებას და კურთხევას ვერ გამოგლიჯავ. კურთხევა რომ შენ რომ მიცე, ის უნდა შენ უნდა გამოგლიჯო. ან უნდა გამარჯვება რო გითხრას, შენ უნდა გამოგლიჯო ესეთი გამარჯვება და სიყვარული რომ გამოგიმჟღავნოს საფასუხო. როგორმე უნდა ისეთი მეთოდები იხმარო, რაღაცნაირად გამოგლიჯო და რაღაც ისეთი პირობები შეექმნა, რომ იძულებული იყოს და სიყვარული გამოამჟღავნოს. ან მეგობრობა და კეთილგანწყობა. ეს არის სიყვარული და კეთილგანწყობა, იძულებით თუ გამოამჟღავნოს, ისეთი ჭყალებში შანტაჟი გაუკეთე სიყვარულებრივი. შენი მხრიდან სიყვარულებრივი შანტაჟი, რომ სხვა შანსი არ ქონდეს, რომ იძულებით რაც არის კაი. ჯანდაბა შენი თავი გამოგიმჟღავნებს ყურადღებას და სიყვარულს. და მომეშვი ერთი დამანებე მე თავი კაი ხანი მომეშვი თავისუფალი ვარ ეხლა. ესაა სიყვარული. მაგრამ ეხლა უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ ეს ხო არ არის ნამდვილი უნდა უფალს გულახდიელი. ამიტომ დაასწარით ერთმანეთს, სანამ მე გეტყვი, მანამ შენ უნდა გამოამჟღავნოს სიყვარული, სანამ მე გაჩუქებ რაღაცას, შენ უნდა მაჩუქოს სიყვარული. ხო, ყველაზე დიდი მოწყალება რა არის? სულიერი მოწყალება, თუ მაინც პული ჩაუდე და პროდუქტს კიდე უფრო ისეთი, პროდუქტი უფრო ისეთია და აი საჭიროების მიხედვით რა სჭირდება. ყველაზე დაბიო მოწყალება დაბალი დონის არის უკვე ეს ფულადი მოწყალება. სულიერი, აი რაღაცა საჭიროებისებრი, პროდუქტული და უშუალოდ შეიძლება საჭიროება და რა თქმა უნდა ყველაზე დაბალი. თუ არის სხვა მოწყალების ფორმები, რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი ცხოვრება მრავალ სიტყვანი, მრავალ ქსოვილიანი, მრავალ განზომილებიანი, ეს ჩვენ ხო არ ვცხოვრობთ ერთ პრიმიტიულ შავ-თეთრ გარემოში, შავ-თეთრ სამყაროში, ხო? იმ შავ-თეთრმაც რა დააშავა, მაგრამ გრიზაელი თუ ხატავ, ხო, შავ-თეთრ და შეიძლება დახატო ყველაფერი ისეთი, როგორც შეიძლება ფერებში, რომ შეხედავ გონია რომ მწვანეა, ბალახი, მწვანე თუ დახატა ბალახი და ხე, შავი ფანქრით გონია შეწვანე, ეს გონება ამატებს, თორე სინამდვილეში ის დახატულია ერთი ფერით, ხო? შავ-თეთრი ფერი. მაგრამ როცა ჩვენ ვიცით რომ გვაძლევს პავლე მოციქული ესეთ სიტყვას პატივცემაში ერთმანეთს დაასწარითო და სიტყვები ხედავთ აი იბეჯითეთ და ნუ დაიღლებითო სულით აღეგზნეთ ემსახურეთ უფალს იხარეთ იმედით მომთფენი იყავით გასაჭირში ლოცვაში ურყევნი მონაწილეობა მიიღეთ წმინდათა საჭიროებაში ესწრაფეთ სტუმართ მოყვარეობას დაალოცეთ თქვენი მდევნელი კი არა მოყვარე ვერ დაგვილოცეთ ზოგჯერ მდევნელს კი არა ახლობელი რომ იმაზეც ვფიქრობ რომ ეკონომიას ვაკეთებ საერთოდ ვიძახი რა ფენზე გერონთ აი ესეთი რაღაც ისე გვაქვს სულ მოკლედ ადამიანს იმის ისიც გვეზარება ხოლმე ზოგჯერ მოყვარის მოხსენიება არა ვლაპარაკობ მდევნელებზე მდევნელის მოხსენიება მაღალი დონეა პავლე მოციქული ამბობს მოგიტეხავენ სახელს, გერუზიან ძულხად, ქალატობენ, იცი რომ სიყვარულს უკეთებ, მაგრამ უკან თურმე გითხრის ორმოს, რა კარგია რა. ორმოს გითხრის და გონია რომ უკან რო წახვალ იმ ორმოში ჩავარდები და ის რომ მახსენდება, ნუ ხა არ მოსადანი ძველი წარმართული სიბრძნეა, როცა კონფუციამ უთხრა, რომ თუ უთხრი ორმოს უნდეს ორი გათხარე ერთი შენთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში ის ჩავარდება თვითონ, ჯერ. იმ მეორე ორმოში არავინ არ ჩავარდება.
და დალოცეთ თქვენი მდევნელები, დალოცეთ და ნუწყევლითო. ამ წყევლაზე ამდენჯერ მithქვი. ეს წყევლა ხო საოცარი რაღაცა მაგია არის. პირდაპირ სპირიტიზმი არის რა, სულ დემონთა გამოძახების ერთ-ერთი ესეთი ყველაზე მარტივი ბრჭყალებში ეფექტური საკუთარი თავის განადგურების სწრაფი და ასე ვთქვათ ეფექტური საშუალება, რომელიც პირდაპირ ნეგატიური დემონოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დაბიო, დაბალი და აგერ აქვე ადულად მოსახერხებელი რიტუალია, რომელსაც არ უნდა არანაირი რიტუალური მაგია, ჩირაღდნები, პანტაკლები, წრეები და ასე ვთქვათ ამაზე ლექსები მაქვს წაკითხული, კიდევ სხვა რაღაც მეთოდების შელოცვები. პირდაპირ წყევლა ეგრევე იძახებს დემონებს, რომლებიც იმ წყევლებს პირდაპირ სულში შედის, იმის სულს პორტალს უხსნის და მომენტალურად შედის მასში. დიდი თემა ეხლა არ მოხდა. დაიყავლებოც ქლიამოს, ჩემი ნათქვამია, დაალოცებ დევნელები, დაალოცეთ და ნუ წყევლით. პირდაპირ ხას უსწრებთ, ნუ წყევლით. მოყვარეს თუ წყევლი ხო თქვა დაიღუპე და დევნელს თუ წყევლიო და მოყვარეს და კეთილის განწყობილ და კომფორტულ ადამიანს, შენთან კომფორტულ ადამიანს, რომელიც შენ კომფორტს გიხმის სულიას და სიყვარულს გივლენს, იმას კი უღაწყევლი მაშინ, ხო? მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ, ერთსულოვანი იყავით ერთმანეთში. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ. არამედ მორჩილებს მისდიეთ, ბრძენათ და მიიჩნევთ საკუთარ თავს. ნურავის მიაგებთ, ბოროტის სილ ბოროტს. არ იკურნება ბოროტებით, ბოროტება და რა ვქნათ? ასე არის ღვთის კანონები, აქსიომები და რა ვქნათ? არ იკურნება. ბოროტებით, ბოროტება არ იკურნება. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე და თუ თქვენს მხრივ შესაძლებელია ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავთ. ეს ძალიან ბზრული მცნებაა. ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავთ. არავისთან კონფლიქტი არ. ნუ გაიკეთებთ ტრებს, ნუ გამოიჩეკავთ ტრებს. სხვა ენაზე ეს უფრო კარგად არის ინგლისურად უცბად, მაგრამ ეხლა ქართულად ვეთქოლებთ. სხვა ტრებს ნუ გამოიჩეკავთ. იქ სადაც არ არის საჭირო ტრებს ნუ გაიჩენ რა. გადი, არ უნდა. ხელმო ისედაც ავცხოვრობთ კეთილგანწყობილ გარემოში. კიდე ახალ ტრებს ნუ გამოიჩეკავ. ნუ გაიჩენ. ეცადე რომ მშვიდობით განერიგო. გადასახე და მშვიდობიანად იყავი ყველას შეეცადე. ბოდიში მადლ, ბოდიში თქვენ გეცნობ. გლოცავთ ხა არ არის ჯულის ხარჯზე და არა მორალის ხარჯზე რა თქმა უნდა. აქ რაღაც პირობებიც იგულისხმება, ეს ისედაც დაგულისხმება. ანუ ეს მენიუ რა, დუმარე მენიუ შედის, დუმარებით ხო, შედის. ქრისტიანის საქციელში, მაშინ შედის. შურს ნუიძიებ თქვენთვის საყვარელო არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, რადგან წერია. ჩემი შურისგება და მე მივაგებ ამბობს უფალი, ამიტომ თუ შენი მტერი მშიერია დააპურე იგი. ოღონდ ამხედა სულიერობა, ხედავ? თუ სყურია შეასვი, რადგან ამას ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე, ნუ კი დაგძლევს ბოროტი, არამედ ძლიე კეთილით ბოროტს და ეს იყოს ჩვენი ცხოვრების მოტივი. მინდა რომ აი კეთილით სიყვარულით, ქრისტეს ძალით, ქრისტეს რწმენით, იმედით, სასუებით და სიყვარულით და სარწმუნოებით ძლოთ ბოროტს და აი გზით ვიაროთ. და ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვიშოვებს და ჩვენ ღვთისხალობით დაცულნი, ისედაც კიდევ უფრო დაცულნი ვიქნებით. ამინ. გეხაროთ, მამალიო.